აღტაცებული ვარ მისტერ სამლერის პლანეტის ფინალით, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ გვიბიძგებს დაუყოვნებლივ ხელახლა წავიკითხოთ მთელი რომანი. ასე შეაფასეს კრიტიკოსებმა სოლ ბელოუს ლიტერატურული ნაშრომი. ამბავი ერთი პოლონელი ებრაელისა, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის მთელი სისასტიკე საკუთარ თავზე გამოსცადა. მკითხველთა ერთი ნაწილი ამ კრებულს ავტობიოგრაფიულსაც უწოდებს, როგორც ამბობენ, ავტორსა და მთავარ გმირს შორის მსგავსება მართლაც დიდია. სოლ ბელოუ არ არის ადვილი მწერალი და თავისთავად ეს წიგნიც მისტერ სამლერის პლანეტა სათარგმნელად ადვილი წიგნი არ ყოფილა. და ვფიქრობ, მკითხველი ამ წიგნს გაეცნობა განსაჯობავას კარგი თარგმანით, რაც წარმოდგენას შეუქმნის როგორც ამ ნაწარმოებზე, საკმაოდ რთულ რომანზე, ასევე იმ ეპოქაზე, რაზეც ეს ნაწარმოები დაიწერა. და ზოგადად სოლ ბელოუს სტილზე. სოლ ბელოუს შემოქმედების პირველი ქართული თარგმანი გვანსაჯობავას ეკუთვნის. ახალგაზრდა პოეტი და მთარგმნელი აქამდე საბავშვო ლიტერატურის გადმოქართულებით შემოიფარგლებოდა. როგორც თვითონ ამბობს მისტერ სამლერის პლანეტა, საკმაოდ მძიმე წესაკითხია, თუმცა თემატურად აქტუალური და საინტერესო. მთავარი გმირი კარგავს ოჯახს, მეუღლეს, უწევს საკონცენტრაციო ბანაკში ყოფნა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ცხოვრებას მაინც აგრძელებს. წიგნში აღწერილია პოლონელი ებრაელის ცხოვრება, რომელმაც გამოიარა მეორე მსოფლიო ომის პერიოდი, გადაიტანა ეს ჰოლოკოსტის მძიმე პერიოდი ასევე და იგი ცხოვრობდა საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც მან მისი მეუღლე მოკლეს და იგი სასწაულებრივად გადაურჩა და მოახერხა ის, რომ თავი დაეხსნა და წამოსულიყო ამერიკაში, სადაც შემდგომში ცხოვრობდა ემიგრანტად. სოლ ბელოუც ნაწარმოების გმირის მსგავსად ებრაული წარმომავლობის იყო, თუმცა მთელი თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა ამერიკის შეერთებულ შტატებში გაატარა. არის რამდენიმე რომანისა და მოთხრობის ავტორი. მისტერ სამლერის პლანეტისთვის კი 1971 წელს ეროვნული პრემიით დაჯილდოვდა. ის მალევე ნობელის პრემიის ლაურეატიც გახდა. სოლ ბელოუს გარდაცვალების შემდეგ კი მწერალმა ფილიპ როტმა მას უილიამ ფოლკნერთან ერთად მე-20 საუკუნის ამერიკული ლიტერატურის ვეშაპი უწოდა. ითვლება, რომ სოლ ბელოუმ ძალიან ნაყოფიერი და მდიდარი შემოქმედებითი მემკვიდრეობა დაატოვა და უხმოსავლიანი მწერალია, იმდენად დიდტანიან და დიდი რაოდენობით წერდა იგი. მისტერ სამლერის პლანეტა გამომცემლობა ინტელექტის პროექტ ნობელის პრემიის ლაურეატების ფარგლებში გამოიცა. როგორ მიიღებს და შეაფასებს ქართველი მკითხველი წიგნს, ამას უახლოეს მომავალში გავიგებთ. მანამდე კი დაინტერესებულ პირებს ლიტერატურული ნაშრომის შეძენა წიგნის მაღაზიებში უკვე შეუძლიათ.